გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG-ს დიდი გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე. კვარა ბარკოლას კონკურენცია, მორიგი პროვოკაცია ნაპოლიდან და სიახლე KO-ს დუეტზე. გოგლიჩიძე და იუვენტუსი. ახალი შეთავაზება მიქაუტაძეს და გიორგის გამოსამშვიდობებელი სიტყვები პიერ საშს. ხოლო სანამ ამ ინფორმაციებზე გადავალთ, თხოვნა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე თუ ჯერ კიდევ არ გაქვს არხი გამოწერილი, თხოვნა დამით მორიწამი. გამოიწერო არხი და ერთად განვავითაროთ ქართულ YouTube-ში სპორტული მიმდინარეობა. მადლობა მეგობარო, თუ ეხლა ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. იუვენტუსი ახალი მცველის ზიებაში. კონკურენტები გოგლიჩიძის რადარზე. საბა გოგლიჩიძის ტურინის იუვენტუსში შესაძლო ტრანსფერი კვლავინდებურად აქტუალური თემა. ბებერმა ქალბატონმა დაცვა გააძლიერა, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი უკანახაზელის დამატებას აპირებს და ცნობილმა სატრანსფერო ექსპერტმა ჯანლუკა დიმარსიომ ბიანკონერის გეგმებზე ილაპარაკა. დიმარსიოს მიხედვით ემპოლისა და იუვენტუს შორის კონტაქტი შედგა და მოლაპარაკებები დაწყებულია, თუმცა ტურინელები არ ჩქარობენ, რადგან იუვენტუსის სპორტული დირექტორის კრისტიანო ჯუნტოლის ყურადღება ჯან-კლერ ტოდიბოსა და დავით ჰანსკოსკენაა მიპყრობილი. ჯუნტოლი კი მათთან მოვლენების განვითარებას ელოდება და ემპოლის კონკრეტულ შეთავაზებას მხოლოდ ამის შემდეგ გაუკეთებს. ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტოსკანურ კლუბს, რომელიც სერიაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის, საბა ზამთარში დაკარგვა არ სურს. მე კი გეტყვით იმასაც, რომ იუვენტუსი ერთადერთი იტალიური კლუბი არა, რომლის რადარზეც ქართველი მცველი იმყოფება. რამდენიმე ცნობილი გამოცემის მიხედვით გოგლიჩიძის გადაბირებაზე მილანიც ფიქრობს, მაგრამ ამ ეტაპზე ბებერი ქალბატონი როსონერიზე წინა. ახალი შეთავაზება მიქაუტაძეს და გიორგის გამოსამშვიდობებელი სიტყვები პიერ საშს. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ მიქაუტაძის ლიონს ახალი თავკაცი ეყოლება. ლიონის მთავარი მწვრთნელი პიერ საჟი კლუბის ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან გაუშვეს. აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძემ და მისმა თანაგუნდელებმა ყველა ტურნირზე უკანასკნელი 5 მატჩი ვერ მოიგეს, რაც მათ დამრიგებელს არ აპატიეს. მართალია, ამ 5 თამაშიდან ოლიმპიკი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა და 4 ფრეთი თამაშა, თუმცა მოუგებელმა სერიამ, როგორც ლიგა 1-ში, ასევე ევროპა ლიგაზე, გუნდის სატურნირო მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედა. წამყვანი ფრანგული სპორტული გამოცემები კი ოლიმპიკში მის შემცვლელად პორტუგალიელ პაულო ფონსეკას განიხილავენ, რომელიც მილანიდან გათავისუფლების შემდეგ უმუშევარია. ამასთან აღსანიშნავია, რომ მიქაუტაძე პიერ საშს შემდეგი სიტყვებით დაემშვიდობა. ნამდვილი ენთუზიასტი, რომელიც მოთამაშეებთან ახლოს იყო და მათ არასდროს ატყუებდა. ის ლიონს ყველაფერს აძლევდა. მადლობა ყველაფრისთვის მწვრთნელო, დაწერა მიქაუტაძემ სოციალურ ქსელში. რაც შეეხება გიორგის მომავალს, გავრცელებული ინფორმაციით, რომ მიქაუტაძის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს. ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დიმარსიოს ცნობით, ჯალოროსიმ ქართველი ფორვარდის თაობაზე ინფორმაცია კიდევ ერთხელ გამოითხოვა. რომას კი ფორვარდის დამატება ელდორ შომუროდოვის წასვლის შემთხვევაში დასჭირდება. თუმცა ლიონი მიქაუტაძის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვს, რისი გადახდეს რომაელებს არ სურთ. ასევე ლიონის აწუყვე ყოფილმა თავკაცმა პიერ საჟმა არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის ბოლომდე მიქაუტაძე კლუბს არ დატოვებს. თუმცა ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ მივყვეთ მოვლენათა განვითარებას. PSG-ს გამოცდა ჩემპიონთა ლიგაზე. კვარა ბარკოლას კონკურენცია, მორიგი პროვოკაცია ნაპოლიდან და სიახლე KO-ს დუეტზე. ლიგა 1-ში უკვე 19 ტური ჩატარდა. მე-19 ტური კი ჩვენთვის ისტორიული გამოდგა, რადგან სწორედ ამ დროს პარი სენ-ჟერმენში კვარაცხელიას დებიუტი შედგა. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ PSG-მ ვერ მოიგო, ქართველმა ფეხბურთელმა გულშემატკივრებს თავი მაინც დაამახსოვრა. კერძოდ კვარამ უსმან დემბელეს საგოლე პასი გაუკეთა. ჯვაროსნების სუპერვარსკვლავს კი კარგი თამაში დაუფასდა. როგორც მოგეხსენებათ, ყოველი ტურის დასრულების შემდეგ ფრანგი გულშემატკივრები გამოკითხვის მეშვეობით ტურის სიმბოლურ გუნდს ადგენენ. მე-19 ტურის ტოპ 11-ში კი კვარაცხელია მოხვდა. სრული შემადგენლობა კი მსგავსად გამოიყურება. შეგახსენებთ, რომ ჯერჯერობით კვარაცხელიას დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე არ შემდგარა. ამის მიზეზი განაცხადია, რომელიც ფრანგულმა გუნდმა ზაფხულში გადააგზავნა და ჯერჯერობით განახლება არ მომხდარა. პარიზულ გრანდს კი განაცხადის განახლების უფლება ჩემპიონთა ლიგის ფაზის დასრულების შემდეგ ექნება. მე კი შეგახსენებთ, რომ არის ალბათობა, რომ პარი სენ-ჟერმენი 24 გუნდს შორის ვერ მოხვდეს. ამის გამოსარიცხად კი შტუტგარტის დამარცხებაა საჭირო. ეს შეხვედრა კი დღეს 12 საათზე გაიმართება. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კი ლუის ენრიკემ შემდეგი კომენტარი გააკეთა. ჩვენ მზად ვართ. ჩემპიონთა ლიგა მთელი გუნდისთვის მოტივაცია. უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ვითამაშოთ ერთნაირად და ვიყოთ მზად. ჩვენი მენტალობა პირველივე წუთიდან უნდა ვაჩვენოთ. ფიქრობ, აქამდე სახლში ჩატარებული ყველა მატჩი უნდა მოგვიგო, მაგრამ სამწუხაროდ დამაგვირგვინებელ ფაზაში მოვიკოჭლებთ. ჩვენ ფრეზე სათამაშოდ არ გავალთ. ეს ჩემ სტილში არ ზის. ჩვენი მიზანი რა თქმა უნდა გამარჯვება. ყავს ისეთი გუნდი, რომელიც
ყველა ეტაპზე წინ უნდა წავიდეს. კონკურენცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გუნდისთვის, რადგან ასე ბევრად უკეთესები გავხდებით. Paris Saint-Germain-ზე ყოველთვის დიდი ზეწოლა. ყველა მიცის, რომ ჩვენი დონის დასამტკიცებლად გამარჯვებაა საჭირო. არ გეტყვით რა იქნება ჩვენი მთავარი საკვანძო იარაღი, რადგან ამას მათი მწვრთნელი გაიგებს. ჩვენ 10 ნომრით არ ვთამაშობთ. სივრცეებს განსხვავებულად ვიკავებთ. 7 შემტევი ფეხბურთელი ყავს 3 განსხვავებული პოზიციისთვის. ამიტომ მთავარი მრავალფეროვნება, განაცხადა PSG-ს თავკაცმა. მოახლოებულ შეხვედრასთან დაკავშირებით კი მართლაც დიდი ზეწოლა და ლუის ენრიკეს დიდი საფიქრალი აქვს. ამ შეხვედრაში რა თქმა უნდა კვარაცხელია ვერ იქნება. პარიზელებისთვის კი ეს მნიშვნელოვანი მატჩია, რადგან თუ ყველაფერი ცუდად აიწყო, შესაძლოა ისინი ტურნირის მიღმა დარჩნენ. მათ გერმანიაში ოლიგა სეირნება არელით. ასევე პარიზელებს არ ეყოლებათ ნუნუ მენდეში, რომელიც დისკვალიფიცირებულია. შესაბამისად, ლუის ენრიკეს დიდი საფიქრალი აქვს. ითამაშებს 3 მცველით თუ პორტუგალიელს მისი თანამემამულე ნევეში შეცვლის. ამიტომ დღეს პარიზულ კლუბს მოსაგები აქვს, რათა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგაზე კვლავ ვიხილოთ. კომენტარებში კი დააფიქსირეთ თქვენი აზრი თუ რანგარიშით მოჩება PSG-სა და შტუტგარტის შეხვედრა, ხოლო ვინც ორ რანგარიშს გამოიცნობს, მას შემდეგ ვიდეოში მოვახვედრებ. ახლა კი გადავიდეთ ერთ-ერთ აქტუალურ თემაზე, რომელმაც ფრანგული მედია უკვე მოიცვა. ეს კი კვარაცხელიასა და ბარკოლას კონკურენცია. გავლენიანი ფრანგული გამოცემა ეკიპი Paris Saint-Germain-ში კვარაცხელიას ტრანსფერზე და მათსა და ბრედლი ბარკოლას შორის კონკურენციაზე წერს. გამოცემის ცნობით ბარკოლა დარწმუნებულია, რომ ძირითადში ადგილს შეინარჩუნებს და თავის ათადარიგო და სკამზე ვერ წარმოუდგენია. კერძოდ ეს გამოცემა დეტალურად შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. ბრედლი ბარკოლა ართვლის, რომ კვარაცხელიას შეძენა კლუბში მის პოზიციებს ასუსტებს. ფრანგი შემტევი აცნობიერებს, რომ ისეთ თით კლუბში როგორც Paris Saint-Germain-ია, კონკურენცია და ასეთი გამოწვევები ყოველთვის იქნება. შესაბამისად, ბრედლი მოტივირებულია. იცის რა უნდა გააკეთოს და მზადაა ძირითადი შემადგენლობაში ადგილისთვის იბრძოლოს. გარდა ამისა, ბარკოლა ენდობა ლუის ენრიკეს მიდგომებს და ჟერა, რომ ესპანელი სპეციალისტი ყველა გადაწყვეტილებას ფეხბურთელების ამჟამინდელი ფორმის გათვალისწინებით მიიღებს, წერს ფრანგული გამოცემა. რაც შეეხება ნაპოლიში მიმდინარე მოვლენებს, როგორც ჩანს, ნეაპოლური კლუბი ყველაფერს აკეთებს, რათა ფანების უმეტესობა მხვიჩას მიმართ განწყობა შეიცვალოს. ახლა უკვე საქმეში კონტეს ყოფილი შეგირდი ჩაერთო. როგორც მოგეხსენებათ, კვარაცხელიას წასვლის შემდეგ ნაპოლიმ სკუდეტოსთვის ბრძოლაში 2 უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. პარტენოპეიმ ჯერ სტუმრად ატალანტას აჯობა, შემდეგ კი საკუთარ მოედანზე იუვენტუსს ლია. მოვლენების ასეთი განვითარების გამო კი გამოჩნდა ბევრი კრიტიკოსი, რომელიც თვლის, რომ კვარას წასვლამ გუნდზე დადებითად იმოქმედა. ერთ-ერთი მათგანი კი წარსულში ცნობილი ფეხბურთელი რეჯინალდოა, რომელიც 2010-2011 წლების სეზონში სიენაში ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით თამაშობდა. ამასთან დაკავშირებით კი რეჯინალდო შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვარაცხელიას წასვლა ნაპოლისთვის ტრაგედია არ აღმოჩნდა და არც მეგონა რომ აღმოჩნდებოდა, რადგან ბოლო პერიოდში ის ინდივიდუალურად მოქმედებდა და გუნდის ინტერესებს არ ითვალისწინებდა. ამ მხრივ დავითნერეში გაცილებით სასარგებლოა, რაზეც კლუბის შედეგებიც მეტყველებს. ჩემი ყოფილი მწვრთნელი ანტონიო კონტე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უმაღლესი დონის სპეციალისტია. აურელიო დე ლაურენტისმა ალბათ ცხოვრებაში ყველაზე სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ის ნაპოლის თავკაცად დანიშნა, განაცხადა რეჯინალდო. ამასთან მინდა შევეხო კვარაცხელიასა და ოსიმენის დუეტს. როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად იწერება იმასთან დაკავშირებით, რომ PSG-ს ოსიმენის მოყვანასრულს რათა ლეგენდარული KO-ს დუეტი დააბრუნოს. თუმცა შესაძლოა ნიგერიელზე უარი თქვან, რადგან ლუის ენრიკეს ინტერესთა სფეროში ჯონ დურანი გამოჩნდა. Le Parisien-ის ცნობით, ენრიკემ კლუბის მიერ შერჩეული ბევრი ვარიანტი დაიწუნა. როგორც ცნობილი ხდება, ოსიმენიც უფრო მეტად ხელმძღვანელობას მოსწონდა ვიდრე მწვრთნელს. ამჯერად კი მათ ყველასთვის მისაღებ ვარიანტს მიაგნეს. ეს კი ასტონ ვილას 21 წლის კოლუმბიელი ფორვარდი დურანია, რომლის მიმართ სიმპათიები ენრიკესაც აქვს. ასევე ცნობილი ხდება, რომ ტრანსფერზე პარიზელები ამ ზამთარს არ იბრძოლებენ, რადგან მათ დურანის გაფორმება ზაფხულში სურთ. აღსანიშნავია, რომ ოსიმენთან ერთად ლუის ენრიკემ სპორტინგის ბომბარდირი ვიქტორ გიოკერეშიც დაიწუნა. თუმცა რა თქმა უნდა, ალბათ ყველა ქართველ გულშემატკივარს KO-ს დუეტის დაბრუნება ძალიან გაუხარდება. ამიტომ იმედი დავიტოვოთ, რომ ენრიკე თავის გადაწყვეტილება შეიცვლის. ფერან ტორესისა და მამარდაშვილის საუბარი გაშიფრეს. თაზნის ექსკლუზივი. არაბული კლუბი ვინისიუს 1 მილიარდს უხდის, რაც გადაწყვეტს ბრაზილიელი რონალდუს მორიგის სკანდალური მატჩი. ვიდეოს საინტერესო ინფორმაციებით ვაგრძელებთ. ამიტომ არ დაიზარო ვიდეოს მოწონება. მე კი შემდეგ ვიდეოზე მუშაობა ძალიან მალე დავიწყებ. 1 მილიარდი ვინისიუს და 300 მილიონი რეალს. სარეკორდო შეთავაზება ბრაზილიელს. ერთ-ერთი არაბული კლუბი ვინისიუს ჟუნიორს 5 წლიან კონტრაქტსა და ამ პერიოდში ხელფასის სახით 1 მილიარდ ევროს თავაზობს. ამის შესახებ კი AC წერს. ესპანური გამოცემის წყაროს ინფორმაციით, კლუბი, რომლის სახელი ჯერჯერობით არ სახელდება, სადაა რომ მადრიდის რეალს ბრაზილიელის ტრანსფერისთვის 300 მილიონი ევრო გადაუხადოს. თუმცა როგორც იწერება, სამეფო კლუბს არ სურს, რომ ვინისიუსი მილიარდიანი გამოსაწყიდის გარეშე გაყიდოს, მაგრამ რეალი დათანხმდება შეთავაზებას, თუ თავად ფეხბურთელი გუნდის დატოვების სურვილის გამოთქვამს. დავძენ იმასაც, რომ მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რის მიხედვითაც 24 წლის ბრაზილიელი რეალის დატოვებას უახლოესი პერიოდის განმავლობაში
განმავლობაში არ გეგმავს. ფეხბურთელს კი რეალთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე კი ვინისიუსის საბაზრო ღირებულება 200 მილიონ ევროს შეადგენს. ყოველთვის შემიგოლები უქმდება. რატომ ყვიროდა რონალდუ კამერების წინ? საუდის არაბეთის პროლიგის მე-17 ტურში კრიშტიანო რონალდუს ალ-ნასრი შინ ალ-ფათეხს დაუპირისპირდა და 3-1 დაამარცხა. მატჩი კი რონალდუს ინციდენტის გამო საკმაოდ ხმაურიანი გამოდგა. კერძოდ კრიშტიანომ შეხვედრაში თავისი გოლი გაიტანა, თუმცა მან ჯამში არა ერთი, არამედ 3 ბურთის გატანა შეძლო, რომელთაგან ვიდეო რეფერიმ 2 გააუქმა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი კრიშტიანო კამერებთან მივიდა და ყვირილი დაიწყო. ყოველთვის შემწინააღმდეგ ხართ, ყოველთვის შემიგოლები უქმდება. ყვიროდა განრისხებული რონალდუ კამერების წინ. მე კი შეგახსენებთ, რომ 39 წლის პორტუგალიელის მიზანი 1000 გოლიანი ნიშნულის გადალახვა. ამჟამად კი პორტუგალიელს საერთო ჯამში 920 გოლი აქვს გატანილი. მამარდაშვილისა და ფერან ტორესის დიალოგი გაშიფრეს, რაზე ისაუბრეს ფეხბურთელებმა. როგორც მოგეხსენებათ, კვირას ბარსამ ვალენსია 7-1 გაანადგურა და ღამურების სატურნირო მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდა. მატჩის მსვლელობის დროს კი ფერან ტორესა და გიორგი მამარდაშვილის შორის მცირე დიალოგი შედგა, რომლის დეტალებიც დაზნმა გაარკვია. როგორც აღმოჩნდა, მამარდასა და ფერან შორის დიალოგი ქართველი მეკარის მომავალს უკავშირდებოდა. კერძოდ მამარდა ფერანს ეუბნება, რამდენიმე ბურთი უნდა ამეღო, რაზეც ფერანი პასუხობს: ჩვენ ახლა უკეთ ვთამაშობთ, რადგან დავკარგეთ ისეთი გულები, რომელთა დაკარგვის უფლებაც არ გქონდა. რატომ არ წახვედი წელს ლივერპულში? მამარდამ კი უპასუხა, რომ ეს ყველაფერი ალისონის გამო მოხდა, რის შემდეგაც ფერანმა მას წარმატებები უსურვა და დიალოგის მორჩა. ეს იყო ის მონაკვეთი, რისი გაშიფრვაც დაზნმა შეძლო. მე კი შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ლივერპულის საკუთრება და სეზონის ბოლომდე ვალენსიაში იჯარით იმყოფება. თუმცა როგორც ირკვევა, ალისონი მერსესაიდელთა დატოვებას არც ზაფხულში გეგმავს და შესაძლოა ქართველი მეკარე კიდევ ერთხელ გაანათხოვრონ. ამის შესახებ კი სიახლეები სეზონის ბოლოს იქნება, რასაც მე აუცილებლად გაგაცნობთ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი და დაეხმარე მას განვითარებაში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.